Яни пока все время в обороне. Помогает не только средней линии. Вот отличная передача на левое крыло атаки Варакелия. Пассажир, ну, может быть, воротом. Гусаев не смог в этой ситуации быстрее один. Посмотрим, еще 4 минуты подождем, как закончится этот матч. Кильяни подает. Варакелия, удар воротом. Удар Гусаева. Положение вне игры. Я думаю, что это положение вне игры было зафиксировано не совсем четко. Ведь от противника, от соперника получил. Джалоншир в руки. Чевадзе спокойно. Недоволен капитан Тбилиси. Думаю, что совершенно справедливо не было углового. Джалоншир. Опасное положение ворот Динамо Тбилиси. И сильнейшим ударом мяч послан наполовину. Гусаев выходит 1-1, но может быть удар воротом. Гол! И Владимир Гусаев использовал нерасторопность защитников Вестхэма, вышел 1-1 с вратарем Филом Парксом и забил второй мяч в ворота Вестхэма. Итак, 2-0 впереди динамовцы Тбилиси. На ваших экранах Владимир Гусаев. ერთ-ერთი ჰოლანდიელი ფეხბურთელი საკუთარ კარში წაიქცა, როგორც ჩანს რაღაც იტკინა. და საჯი აწვდის კუთხურს. მოკლე გამორბენი ჩააწოდა საჯრე მოედანზე, თავის ცდილობებს შესრულდა ბურთს. სვანაძე ვერ შეძლო, შემდეგ ტარასელიას ძლიერი დარტყმა. მიიღო მკერდზე მშვენივრად მოატყვა ირსონი იწევს წინ მარცხნივ გაგზავნა ბურთი გუცაევია მიიღო გუცაევმა ამუშავა მოძრაობა გაექცა ერთს შემდეგ მეორე შევიდა საჯირო მოედანზე აქციეს და საჯი რა ნიშანს იძლევა საჯი ჯარიმა ხედავთ თავის 19-20 მეტრი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა იტალი დარასელია ეს კი უფრო ჭიდაობას გავდა ვიდრე ფეხბურთს იბიანი კოსტავა მარჯვნივ სახბედო მდგომარეობა თავი დარწმა თავადისა ახლო მანძილიდან თავად მიეცევს წინ შემდეგ ძლიერად გზავნის მოედანისაკენ იქ შვანი ეუფლება ბურთს მშვენივრად დაამუშავა გადაწოდა სვანაძე საჯარო მოედანზეა გამოვიდა საჯარო მოედანზე შემდეგ აწყვის გუცაევ შეიძლება დარტყმა მაგრამ საჯმა ეს გოლი არ ჩათვალა, აი ხედავთ მას. ამართულს თამაში. Гол в ворота
Rotterdamska Feyenoorda. სტუმართა ნახევარი შენგელია და ფიფიანი. Номер 8. ფიფიანი მიწევს წინ აუარაგვერდიას, შემდეგ მეორეს და შემდეგ ბოლოს მაინც მოახერხეს. ეს იყო W. მეოთხე ნომერი და წააქცეს. გაითამაშეს საჯარიმო და გაითამაშეს საჯარიმო თბილისელებმა. ზევი მარცხენა ფრთაზე. ზრობა შეიჭა საჯარიმო მოედანზე 100-ია კარტად. კოსტავა მეეცია ბურს, მაგრამ საჯმა შეაჩერა თამაში. მე ვფიქრობ, რომ იქ სვანაძე საევი თავი დათმა არის თენგის სულაქველიძე ეს მოხდა შეხვედრის 24 წუთზე ნახეთ განმეორებით უცებმა ჩამოაწოდა მაღალ ნახტომში თენგის სულაქველიძემ ზუსტად დაარტყა თავით და ანგარიში გახდა 1-0 ეს ბურთი გაიტანა თბილისელთა მერვე ნომერმა თენგის სულაქველიძე უცევი სულაქველიძე და ფეინორდის გუნდის კარის ბატე 1-0 სულაქველიძე ეს მოხდა შეხვედრის 24 წუთზე ნახეთ განმეორებით უცებმა ჩამოაწოდა მაღალ ნახტომში თენგის სულაქველიძემ ზუსტად დაარტყა თავით და ანგარიში გახდა 1-0 ეს ბურთი გაიტანა თბილისელთა მერვე ნომერმა თენგის სულაქველიძე უცევი სულაქველიძე და ფეინორდის გუნდის კარის ბატე 1-0 ჰოლანდიელი ასევე თბილისელი ფეხბურთელების მიმართ თამაშობს დავით ფიფიანი. თქვენ ნახავთ განმეორებით, როგორ მოხდა ყველაფერი, უხეშად ითამაშეს ჰოლანდიელებმა. თუმცა მართალია აღმოჩნდა თბილისელთა გუნდის კარის ბადეში. დასახვე მდგომარეობა დარტყმა არის. ვლადიმერ გუცაევი ამ გატანილი გოლის ავტორი, რომლის თავის მეგობრების მოთმაში აღმოჩნდა სულამდე მე სამის განმავლობაში. აი იმ ინციდენტის შემდეგ ძალზე სწრაფად გაიტანეს გოლი თბილისელებმა. ვლადიმერ გუცაევი ამ გატანილი გოლის ავტორი, რომლის თავის მეგობრების გარემოთმაში აღმოჩნდა სულამდე მე სამის განმავლობაში. აი იმ ინციდენტის შემდეგ ძალზე სწრაფად გაიტანეს გოლი თბილისელებმა. მარჯვენა ფრთიდან ჩამოაწოდეს მეკარის საჯარიმო წინახასთან და აქ ვლადიმერ გუცაევი, რომელსაც ხედავთ თქვენს ეკრანებზე თუ ისე იოლი მდგომარეობიდან აგზავნის ბურთს ჰოლანდიელთა გუნდის კარის ბადეში 2-0 მატჩის